მეგობრებო, ასეთი გაშლა უნდა შემოგთავაზოთ ახლა. რა გაგახარებთ თუ ახლა ეს პერიოდში გავიგოთ. იმისთვის რომ მიხვდეთ თქვენი ეს გაშლა თუ არა, ვინ ბრძანდებით, ვინ უყურებს ახლა რა ენერგიებში ბრძანდებით, რომ მიხვდეთ რამდენად თქვენი ეს გაშლა, უფრო ზუსტი და დეტალური ინფორმაცია და საჭიროების სამეფ, სურვილის სამეფ შეგიძლიათ პირადში მომწეროთ. პირადი გაშლების დეტალებს გაგაცნობთ, ვინც არ იცით ჯერჯერობით და ვინც იცით, ისედაც იცით და შეგიძლიათ პირადში მომართოთ. ბრძანდებით პენტაკლის მეფეთა მობრძანდით აქ მიწის სტიქის წარმოადგენელია კონკრეტულად ეს შეიძლება წარმოადგენთ კურო, ქალწული, თხის რქის ნიშანს, მაგრამ საერთო გაშლაში აუცილებელი არ არის რომ მაინდა-მაინც ეს იყოთ. ეს არის ძალიან მიწიერი, ძალიან სტაბილური, მყარი ადამიანი, სტაბილური შემოსავლით, აქ ყველა ვარიანტში ადამიანს თუ კარგ, ასე ვთქვათ, თავისი კარგი ბიზნესი, ასე ვთქვათ, უკვე ჩამოყალიბებული, ბრენდირებული რაღაცა წლების განმავლობაში მუშაობით უკვე თუ ჯერ არ გაქვთ, ეს არის ყველა ვარიანტში მაშინ ის ადამიანი, ვისაც კარგი მდგომარეობა აქვს თავის სამუშაო რეჟიმში. ეს არის ადამიანი, სადაც კარგად არის დაფასებული, როგორც მიღებული, პროფესიონალი, ჩამოყალიბებული წლების განმავლობაში თავის საქმიანობაში, რა საქმიანობისაც არ უნდა იყოთ, თავისი კარგი ანაზღაურებით და ხელფასით ყველა ვარიანტში ძალიან სტაბილური, ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული, მყარი, ასე ვთქვათ, საყრდენი ფუძე აქვს, როგორც ფინანსური, ასევე სამუშაო რეჟიმში, მყარი პიროვნება, სანდომიანი, ვისაც შეიძლება აი რაღაცა ერთგვარად კარგ დამსახურებულ სტაჟის მქონე, კარგ პროფესიონალის მდგომარეობაში მუშაობთ, თუ მუშაობთ. სხვა დანარჩენისთვის ეს არის შეიძლება თქვენი ბიზნესი გაქვთ, თქვენი ფინანსური მხარე გაქვთ, მყარი, სტაბილური, რომელიც ადამიანი ბრძანდებით, ასე ვთქვათ, რომელიც რაღაცის მოლოდინში ახლა გაყურებს სამიან შეძლით აქ არის მდგომარეობა ვიღაცის ჩამოსვლის მოლოდინი, რაღაცის თანხმობის მოლოდინი, ხელშეკრულების თანხმობა იქნება, იქ ვინმესგან ნებართვა იქნება, თუნდაც თქვენი მცირე ან დიდი ბიზნესისთვის რაღაც ახალი ფილიალის გახსნის, რაღაცნაირი მდგომარეობის რომ წინ სვლა განიცადოს თქვენმა ბიზნესმა, ვისაც ბიზნესი გაქვთ, ვისაც ბიზნესი არ გაქვთ, ეს არის მდგომარეობა, სადაც ვიღაცის ჩამოსვლას ელოდებით, ვიღაცის დასტურს ელოდებით, რაღაცნაირად ელოდებით, აი მოლოდინის რეჟიმში ხართ, მოდი მოკლედ რო გითხრათ, მდგომარეობა, სადაც ერთგვარად აი ამ ჩამოსვლამ რაღაცა დიდი ნაბიჯი და დიდი პრობლემა უნდა მოაგვაროს. ვიღაცის ჩამოსვლამ, რაღაც თანხმობამ, რაღაც ხელშეკრულებამ ნაწილისთვის შეიძლება შორიდან ელოდებით ვიზას, ასეც არის, იმიტომ რომ ეს არის შორი ტერიტორიის მოლოდინის რეჟიმი, შეიძლება დიდი ხანია ელოდებით, ესეც არ არის გამორიცხული და ერთგვარი ხუთიან ჟეზლი არის საქმე, სადაც კონკურენტუნარიან ბრძოლაში გიწევთ ჩართვა, აქ არის ძალიან ბევრი შეიძლება ისეთივე საქმიანობის და ბიზნესის ადამიანები, ვისთანაც ერთგვარად კონკურენტუნარიან ბრძოლაში ხართ ჩართული და რაღაცა თქვენი პროგრესის, თქვენი საქმის რეკლამირება და ასე ვთქვათ, წინ წაწევა რთული მომენტია, იმიტომ რომ აქ არ არიან რო გითხრათ ადამიანები და ფირმები და ბიზნესები ისეთი, სადაც იოლია, წინ წახვიდე და გამოირჩიო შენი თავი, შენი ბრენდი, შენი სახელი, შენი საქმიანობის. აქ არის კონკურენტუნარიანი სრულად ერთნაირი დოზით, ერთნაირი შესაძლებლობების მქონე კონკურენტუნარიან ბრძოლაში ყოფნა. ასევე ვისთვისაც ბიზნესის სფერო საკუთარი მდგომარეობა მნიშვნელოვანი არ არის ეს თემატიკა თქვენთან და პირად ურთიერთობებზე შემიძლია გითხრათ, ბრძანდებით შეიძლება დაოჯახებულ მდგომარეობაში, დაოჯახებული პიროვნება, ეს მეუღლის კარტია, პენტაკლის მეფე, გაშლა არის ორივე სქესისთვის, თქვენ თავზე მოირგეთ ამ შემთხვევაში მანდილოსნებმა. მზე მისე მომანათა, რომ ვეღარ გავაგრძელე მუშაობა. ხო, ბრძანდებით შეიძლება დაოჯახებულ მდგომარეობაში, მეუღლე, შვილები, საკუთარი ოჯახი და რაღაცნაირი მოლოდინის რეჟიმი გაქვთ ვიღაცის, არ ვიცი, მეგობარი იქნება, თანამშრომელი იქნება,
ვიღაცის მოლოდინში ხართ და რაღაცის მოლოდინში ხართ, სადაც წინააღმდეგობები ბევრია, ბრძოლები ბევრია და არც თუ ისე იოლია წინააღმდეგობებში, ასე ვთქვათ, ჩართული ყოფნა. აქ პაჟია მოდის ხმლის, ეს არის შპიონის კაცო ეძახი მე, შპიონი, ასე ვთქვათ, სოციალური ქსელებით შეიძლება სხვის რეკლამებს ათვალიერებთ, სხვის რაღაც მიმდინარეობას ათვალიერებთ, რომ უკეთესად შეისწავლოთ და მიხვდეთ აი ამ ბრძოლაში როგორ უნდა გაიკვალოთ გზა და თქვენ რა შეგიძლიათ უკეთეს შეთავაზოთ ეს იმ ადამიანებმა, ვისაც თქვენი ბიზნესი და თქვენი საქმიანობა გაქვთ, თქვენი დამსახურებული კარგი ადგილი გაქვთ, პრესტიჟული თანამდებობა, ასე ვიტყოდი, რაღაცნაირად სოციალურ ქსელებს განსაკუთრებულად აი უნდობლობით და ეჭვის თვალით აკვირდებით ყველას და ყველაფერს. ბევრი სოციალურ ქსელში შეიძლება დროის გატარება გიწევთ და აი რაღაცნაირი ხისტი მდგომარეობა, უნდობლობის, ეჭვიანობის, იქ რაღაცნაირად ქექვა ყველას და ყველაფრის საჭირო ინფორმაციის მიღების მხრივ და ამ კონკურენტუნარიან ბრძოლაში რომ თქვენი გზა, თქვენი მდგომარეობა გაიკვალოთ, ასე ვთქვათ. მაგრამ ეს მდგომარეობა გაქვთ, შემიძლია გითხრათ, მოლოდინის რეჟიმთან პარალელურად. აი თან ვიღაცას ელოდებით, თან რაღაც დასტურს ელოდებით, თან რაღაც პროგრესს ელოდებით, საქმიანობასთან, ფინანსებთან დაკავშირებულს. თუ ატყობთ, რომ იდენტიფიკაცია თქვენი არასაკვირველია და ამ ენერგიებში ხართ, განვაგრძოთ მაშინ გაშლის ყურება და ლაიკები. ძალიან გთხოვთ, გააქტიურეთ, გაზიარება ვიდეოსი. თუ გვერდი გამოწერილი არ გაქვთ ჩემი გვერდი YouTube-ზე, TikTok-ზე, გამოიწერეთ ორივე ჩემი გვერდი და ვისაც ჩემი პირადი Instagram გვერდი გაინტერესებთ, ძველ ვიდეოებში დართული მაქვს, ამ ვიდეოსაც დავურთავ სახელ და გვარს ჩემსას, იქ არის ჩემი პირადი Instagram გვერდი. მაგრამ ბევრი კითხვების გამო ვიმეორებ, შეგიძლიათ გამოიწეროთ ღია სრულიად ჩემი გვერდი. წავედით ახლა გავიგოთ, მაშინ თემატიკა იყო, ხო, ვინ და რა გაგახარებთ? რა გაგახარებთ უახლოეს პერიოდში ასეთ ადამიანებს? ვინც შეატყოთ, რომ თქვენია ეს გაშლა. სამუშაო თემატიკით ჟეზლის ტუზი ამოდის აქ ჟეზლის მეფესთან ერთად, ეს არის სამუშაო მდგომარეობა ნაწილისთვის. კიდევ ვიმეორებ, გაშლა არის ორივე სქესისთვის, ამიტომ ქალბატონებმა ამ გაშლაში ამჯერად ქალბატონებმა მოირგეთ თქვენ თავზე. ჟეზლის მეფე, ეს არის სამუშაო პიროვნება, თქვენი დამსაქმებელი შეიძლება იყოს პიროვნება, ვისთან ერთადაც მუშაობთ, შეიძლება იყოს საქმიანობა გაკავშირებთ, რაღაცა გაკავშირებთ სამუშაო რეჟიმის, ეს შეიძლება თქვენი თანამშრომელიც იყოს, შეიძლება ადამიანი იყოს, მოდი ბევრი რო არ ვილაპარაკო, სამუშაო თემატიკა გაკავშირებთ, ასე ვთქვათ, ამ ადამიანთან, ამ ადამიანის ნაბიჯები, ნელი, ასე ვთქვათ, ძალიან ნელი ნაბიჯი, მაგრამ მყარი ნაბიჯით მოდის, მყარი ნაბიჯით იქნება რაღაც ხელშეკრულება მიღწეული იმაზე, რაზეც თქვენ გეგონათ, რომ შვიდი ახლით ამ ადამიანის ნდობა არ შეიძლებოდა და არასანდო პიროვნება იყო, შეიძლება კონკრეტულად ამ ადამიანსაც სოციალურ ქსელში ქეკავდით და ათვალიერებდით რამდენად სანდომიანი, ცოტა აი ალმაცერად უყურებდით, უნდობლობით უყურებდით და გეგონათ, რომ ეს ადამიანი რაღაცას იტყუება, რაღაცას ეშმაკობს, არ არის გულწრფელი, არ არის ერთგული, სამუშაო რეჟიმთან დაკავშირებით ვიმეორებ, შეიძლება კონკრეტული ერთ-ერთ თანამშრომელზეც იყოს თქვენი ეჭვი, ასე ვთქვათ, რომ რამდენად ერთგულია სამუშაოს მხრივ, ჩემს მხრივ, საერთოდ რაღაც ალმაცერად უყურებდით, უნდა ხვდებოდეთ უკვე ვიზი არის საუბარი, ვისთვისაც ეს თემატიკა აქტუალურია, ამ ადამიანისგან მყარ, ასე ვთქვათ, სტაბილურ, ძალიან ნელი ნაბიჯით, მაგრამ მყარად იგრძნობთ, რომ სტაბილური პიროვნება, აი ნელ-ნელა ესე ვთქვათ, ნდობას დაიმსახურებს თქვენსას, რაც იქნება სწორი. ეს თქვენი შიში და ეჭვი, რომ არასანდო პიროვნება გაქარწყლდება, ასე ვთქვათ, და ამ ყველაფერს დრო და მოვლენები, რაღაც მოვლენები გაჩვენებთ, რომელიც შეიძლება იყოს ახალი საქმიანობა, მასთან დაკავშირებული უფრო მეტი დაახლოება ამ ადამიანთან სამუშაო სფეროში, შეიძლება, არ ვიცი, თქვენი როგორ ეძახიან, ვისთან ერთადაც პროექტს ახორციელებთ, იმ პროექტმა დაგაახლოთ, აი მოკლედ დრო და მდგომარეობა ამ ყველაფერს გააქარწყლებს თქვენ ამ ეჭვებს, რომ მოღალატე და არასანდო პიროვნებაა და ასე ვთქვათ, უკეთესად გაიცნობთ, რომ ნამდვილად სანდო და ჩვეულებრივი
ერთგული ადამიანია თავის სამუშაო სფეროში. სხვა დანარჩენისთვის იქნება ეს შეძლის მეფე პირადი ურთიერთობებისთვის, ინტიმური კავშირებისთვის, ცეცხლოვანი პიროვნება, ცეცხლის სტიქიის წარმოადგენელი ვერძილო მშვილდოსანი შეიძლება წარმოადგენდეს, რომელიც განახლებული ენერგიით, ახალი ცეცხლით მოვა თქვენ ურთიერთობებში და ნელი ნაბიჯით, მაგრამ მყარად წაიწევს ურთიერთობა წინ. იქ სადაც კრიზისი